მოგესალმებით მეგობრებო, ეს ჯეონომაცია და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით თუ როგორ შეიძლება მოტოციკლმა გააფუჭოს თქვენი ტელეფონი. და ჩემი ბაიკის მაგალითზე გაჩვენებთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ტელეფონს არაფერი არ მოუვიდეს. მოკლედ არ ხს თუ თვალყურს ადევნებთ, ერთ-ერთ ვიდეოში ვისაუბრე იმაზე, რომ არ მინდოდა ჩემ ტრიუმფზე ტელეფონის მაუნტის დაყენება, განსაკუთრებით აი ამ ხელა მაუნტის, რაც კავასაკიზე მეყენა. მინდოდა რაც შეიძლება სადა და კლასიკური დიზაინი შემენარჩუნებინა, რაც ახლა არის ტრიუმფზე. ეს POV ლუკი ტრიპლ კლემპებზე და სკრინზე, ესეთი ძალიან პატარა მინიმალისტურ სკრინზე. იყო ვარიანტები მაგალითად დამეყენებინა ცოტა პატარა მაუნტები, ან ისევ და ისევ Apple CarPlay-ის სკრინები, რომელსაც ძალიან ბევრი ამაგრებს ახლა თავის მოტოციკლზე. კი, ლამაზი დიზაინი აქვს ასე თუ ისე. ელემენტზე ერთდება ყოველ დაქუქვაზე თავისი თირთვება უპრობლემოდ, წყალგაუმტარია, ტელეფონით დაუკავშირდი და ტელეფონი შეგიძლია ჯიბეში ჩაიდო საერთოდ. კი, კარგია, მაგრამ მაინც აი ზედმეტად თვირთავდა ჩემი აზრით POV looks და მინდოდა რაც შეიძლება სადა და კლასიკური დარჩენილი იყო. ასე რომ გადავწყვიტე ისევ და ისევ quad-lock-ით, ხო, ეს არის quad-lock-ის phone mount-ი, საკმაოდ ცნობილი და ხარისხიანი ბრენდია, რომელსაც ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ვხმარობ, ჩემ ბოლო რამოდენიმე ბაიკზე მეყენა. ძალიან მარტივი სახმარია, აი ესეთი liver lock-ი აქვს და მოდის ტელეფონის მაუნტით, თქვენ ტელეფონისთვის, ან ტელეფონის кейსით. უბრალოდ აი ესე 45 გრადუსით დააწვევით, დალოქავთ და всё, ტელეფონი აღარსად აღარ წავა. ძალიან სანდორამეა, ბევრი ვიდეო მინახავს, სადაც მოტოციკლეტები ავარიაში მოყოლილა, დამტვრეულა და ეს მაინც არ მოძრა, ძალიან მაგარი ხარისხის პროდუქტი არის. და საკმაოდ ძვირი წყლის, მართალი გითხრათ სეტში. ხო და პრობლემა რაშია? თავიდან რო ვიყიდე ეს quad-lock-ის მაუნტი, მაშინ ან იყო, ან არ იყო გამოსული, ზუსტად არ მახსოვს, აი ესეთი vibration dampener-ი არის. ანუ რას აკეთებს ეს? ძალიან მაღალ სიხშირე ვიბრაციის სიხშირეები, რაც მოტოციკლეთს აქვს, აზიანებს თქვენი ტელეფონის მექანიზმებს, როგორც არის მაგალითად თქვენი კამერის ავტოფოკუსის მექანიზმი. ეხლა განახებთ რა შეიძლება დამართოს მოტოციკლმა თქვენ ტელეფონს. აი ახლა თუ დააკვირდებით, ტელეფონის ფოკუსი არ მუშაობს, უბრალოდ აი ესე თამაშობს და წინ ხელით რომ მიუტანო, გაუტანო, ანუ ფოკუსირებას ვერ ახდენს რა, უბრალოდ აი ესე ციმციმებს და ხმას გამოსცემს, აი. ამისი გამოსწორება არ შეიძლება, ერთხელ თუ გაგიფუჭდა ჩათვალე, ძალიან ძვირია მისი შეკეთება, თუ საერთოდ შესაძლებელია, ეგეც არ ვიცი. და მოკლედ ეს თავიდან რო ავირიდოთ, არსებობს აი ესეთი დევაისი, რაც არის vibration dampener-ი. Vibration dampener-ი უბრალოდ ანეიტრალებს იმ ვიბრაციას, რაც მოტოციკლეთს აქვს, იმიტომ რომ ესეთ რეზინის ბალიშებზია და მთელ ამ ვიბრაციას თავის თავზე იღებს, ან უბრალოდ ამ ვიბრაციის სიხშირეს არბილებს. და ტელეფონი გადაურჩება თქვენი მოტოციკლეთის ვიბრაციას, ასე ვთქვათ. თუმცა ამ სეტით ეს ყველაფერი ერთად რო დამაგრდეს, ანუ ეს მაგრდება აი ამის ქვეშ კიდევ რა და ძალიან დიდი სეტი გამოდის, დიდი სეტაპი გამოდის და მაგრა უშნოთ ჩანს მოტოციკლზე, მე თუ მკითხავ რა, განსაკუთრებით ისეთ კლასიკურ მოტოციკლეტებზე, რომელიც არ გინდა რომ გადათვირთო, როგორც ტრიუმფია, ან ტრიუმფის Truxton RS-ი, მაგალითად BMW-ს R90 მოდელები, სადაც გინდა რომ რაც შეიძლება მინიმალისტური იყოს დიზაინი და არ გინდა რომ ძალიან გადაიტვირთოს აი ესეთი гаджеტებით. მაგრამ ვიპოვე 1-2 გამოსავალი ინტერნეტში. პირველი იყო არის ეგეთი კომპანია სახელად Thornton 100, ინგლისში არიან, მიდლენდში მოღვაწეობენ, ასე რომ ვთქვათ, არის მოტოციკლეტების ძირითადად ტრიუმფებზე მუშაობენ, მოტოციკლეტების ტიუნინგ კომპანიაა, სადაც ძალიან ბევრი custom bike იყავთ გაკეთებული, ბევრი ვიდეოა YouTube-ზე, სხვათა შორის თუ არ ვცდები, ჩემი ბაიკის ტურბინირებული ვერსია გააკეთეს, swing arm-ი დააგრძელეს, ანუ drift bike-ად გადააკეთეს, ტრიუმფის 1200 არ არის. ძალიან მაგარი ვიდეოა, ყველას ვურჩევ ყურებას. 1200 არ არის გადააკეთეს დაუგრძელეს swinging arm-ი, შეუკვეთეს სპეციალური
custom ბორბალი, Ducati-ის შეუკვეთეს თუ არ ვცდები, დაუყენეს active aero winglet-ები, დაუყენეს წინაფარი მოხსნეს და ფარის მაგივრად დაუყენეს air intake duct-ი, უმაგრესად გამოიხურება, ძალიან მომწონს. დაუყენეს სპეციალური გაგრილების სისტემა, არ ვიცი ზუსტად აღარ მახსოვს რაზე მუშაობდა, რომელიც swing arm-ში იყო დამაგრული ცილინდრი, აი წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთეს და უშველებელი ტურბინა დაუყენეს გვერდზე კიდევ. დიზაინი აი თლიანად შეიცვალა მოტოციკლეტის და თუ არ ვცდები დაახლოებით 300 ცხენის ზალამდე მეტი ქონდა დაინოზე რო შეაგდეს. ხო და მაგ კომპანიას აქვს აი ესეთი ძალიან ხარისხიანი დეტალების პრინტები აქვს რა, ეთქობა 3D პრინტერით აკეთებენ ამ პატარა დეტალებს და ყიდიან მერე და ყიდიან წარმოუდგენელ ფასებად. ხო და არის სპეციალური აი ესეთი ლოქნათი, რომელიც იოქის ლოქნათი არის, რომელიც მიდის მოტოციკლეტის საჭეზე ორიგინალის ნაცვლად და აქვს უკვე აი ესეთი გრუვები, სადაც არ ვიცი ხა ფოკუსი გააკეთა, აბა სადოთ, ხო, დავაჭირო. ხო, მე მგონი გააკეთა. აი ესეთი გრუვი აქვს, რომელიც უკვე გათვლილია კვადლოგზე. და უბრალოდ აი ესე ამაგრებ და ზედვე ჯდება შენი ტელეფონის სამაგრი, რაც ძალიან მინიმალისტურია. თუმცა მარტო ეგ ლოქნათი კეპი ღირს 105 ფუნტი. ეხა მაგდენი ფული მაგაში გადაიხადო ისეთი თემაა რა, ანუ რომც კონდეს დაჟე დაგენანება ალბათ რა და 105 ფუნტის გადამხდელი მაგაში ნამდვილად არ ვიყავი და გადავწყვიტე ისევ და ისევ რა ჩემი DIY ტალანტი გამომეყენებინა და გადავწყვიტე ისევ კვადლოკი დავაყენო, მაგრამ რახან ნათი არ მაქვს, გადავწყვიტე რომ ეს ლოქნათი რაც არის ორიგინალი ის უბრალოდ გავუხრიტო, შიგნით ჩაუშვა ეს და დამაგრდეს და ძალიან ლამაზად სადაც ალბათ სადა შეხედულების იქნება, იმიტომ რომ ის ლოქნათი ორიგინალი რომ გამოვწერო ტრიუმფიდან, ალბათ ბევრად უფრო იაფი დამიჯდება ვიდრე იმ aftermarket Thornton 100-ის ლოქნათის. ეს ღირს 105 ფუნტი და ორიგინალი რომ გამოიწერო დაახლოებით 30 ფუნტი. ანუ რომც გავაფუჭო შემიძლია 30 ფუნტად სულ ახალი ვიყიდო. ასე რომ გადავწყვიტე ესე. მოკლედ ახლა რას ვაკეთებ? გადავწყვიტე რომ დავშალო, რაც შეიძლება მოკლე გავხადო ეს არმი და ეს პრო ვერსია საშუალებას მაძლევს რომ აი ეს ბოლტი მოუხსნა. ამას ვიღებთ საერთოდ და რჩება მხოლოდ და მხოლოდ ეს. და ამაზე შემიძლია ეგრევე დავამაგრო ტელეფონის მაუნტი. რაც გვაქვს აქ. ესე იგი, აი ამას ვიღებთ. ასევე ამ ბოლტს და აი გამოვიღეთ ეს სამაგრი და აი აი ნაწილს უტოვებთ რა. ანუ არ აღჭირდება ეს ნაწილი. всё. ამას ვსვავთ ახლა უკან. და ისე ვამაგრებთ. ეს დამაგრეთ. კაი, პირველ რიგში რაც ვაკეთებ? ჩვენი სოკეტით, ჩვენი ლოქნათი რომ არ დავაზიანოთ, გამოვიყენებ ან რაღაცით შევახვევ, გამოვიყენებ ან masking tapes, ან duct tapes და ვეცდები რომ მოუშვა და მე ვნახოთ დანარჩენი. ესე იგი, ესე გარშემო შემოვახვევ. მაქსიმალურად რომ დაიცვას, რომ ნაკად არაფრით არ დავკაწროთ. და მე ვცდილობ შემოვახვევ. ფრთხილად უნდა იყოთ რომ ისევ და ისევ ამას არ დააწებოთ, რომ ხელი არ შეუშალოს მოშვებაში. და ზედმეტადაც ვერ შემოვახვევ, იმიტომ რომ იმ სოკეტში უნდა ჩაეტიროს, რა თქმა უნდა. აი, ცადოთ ახლა სოკეტის გაკეთებად ჩაეტირო. ალბათ ცადოთ მოშვება ახლა. მეგონი ეგ არის მოეშვა. ოკეი, ეს გამოვაძროთ, ხელით შეგვიძლია აწი მოუშვათ. აჰა, მშვენიერი. ესეც მოუხსენით. ინტერნეტში ვნახე სხვა ლოქნათები ღია თავით, ანუ არ გჭირდება გახვრეტა, უბრალოდ ამ ლოქნათს დავუყენებ და ეგრევე შეგიძლია რომ სთემში ჩაუშვა ის ბოლტი, რაც იჭერს ტელეფონის მაუნტს. თუმცა
აი ამ გრუში ის aftermarket ნათები, იაფიანი 20 ფუნტიანი ნათები არ ჯდება და სილი არ აქვს ლამაზი და ზემოდანაც ძალიან უცნაურად გამოიყურება, იმიტომ რომ ამისთვის თითქოს არ არისო შექმნილიო და ამ შემთხვევაში აი ესეთი დახურული ტიპის განახე დახურული ტიპის ლოქნათი გვაქვს, უბრალოდ აი ეგ გავხრეტთ და ჩაუშვებთ ეგრევე შიგნით. ამას მე უკან დავამაგრებ და შიგნით ჩაუშვებ ჩვენ დამჭერს. ნახეთ რა გამოვა. კარგი, მოდი ისევ მაგიდასთან გადმოვინაცვლოთ და ეხლა შეგვიძლია გავზომოთ აი ამ კეპის დიამეტრი და შევადაროთ ჩვენი სად არის ჩვენი ხო აი მაუნთის დიამეტრს. რომ რამდენად დაიფარება და რამდენად ლამაზად გამოჩნდება. კარგი, ნახოთ, მოკლედ. აქ ჩვენ გვაქვს პირიდან პირამდე უწევს 24 მმ-ია, ზუსტად 24 მმ-ია და ამ შემთხვევაში 24 მმ-ზე ბევრად მეტი გვაქვს. რამდენი გვაქვს? აქ არის 32 მმ თითქმის. ბევრი აღარ უკლია. კარგი. 32 მმ. ანუ იდეაში ამას ზემოდან რო დავამაგრებ, ამ მთლიანად სამ surface area-ს მთლიანად დაფარავს. და პატარა ესეთი overlap-ი ვით ექნება, მაგრამ ეგ არაფერი, მე მგონი ლამაზად გამოჩნდება. ასე რომ ვნახოთ. ეხლა ვნახოთ რამდენი მილიმეტრია თვითონ ეს როდი, თვითონ ეს ბოლტივით რაღაც რაც შიგნით ჩადის სტემში და მაგის მიხედვით შევარჩევთ drill bits. მოკლედ, ყველაზე განიერ ადგილას არის 12.3 მმ. ან 12.5, 12 მმ-იანი, ეხლა ვნახავ ვაფშე თუ მაქვს drill bit. აბა ვნახოთ რა მაქვს. აი, ყველაზე დიდი drill bit-ი რაც ვიპოვე, ეგ არის თუ არ ვცდები 10 მმ. 10-იანია, ხო, ეს სეტი მაქვს Milwaukee-ის და ყველაზე დიდი მე მგონი 10-იანია. მოკლედ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? თუ არ ვცდები, სადღაც უნდა მქონდეს კონკათერი. ესეთი ნაძვისხესავით კათერი არის, რომელიც სწორი არ არის, ნაძვისხის ფორმა აქვს და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო აფართოვებს ნახრეთს და ასე რომ შეგვიძლია ამითი პატარა ზომით დავიწყოთ რაღაცით, რომ წინაღობა შევამციროთ და შემდეგ უფრო დიდით 10-იანი გავატარო და მე იმითი სულ ცოტათი შეგვიძლია კიდე გავაფართო. კარგი. მოდი აბა დავიწყოთ. ესეც რაღაცით ისე უნდა დავიცვა, რომ დავიჭიროთ და არ დავაზიანოთ და ისე გავხრიტოთ. კონკათერი ვერ ვიპოვე, მაგრამ მაგაზე უკეთესი 16 მმ-იანი ხოლსო ვიპოვე და უმშვენიერესად იმაზე უკეთესად გამოვიდა, ვიდრე ვგეგმავდი. აი, ესეთი მშვენიერი ნახვერეთი გამოვიდა, სადაც თავის უფლად ჩავა ეხლა ჩვენი მაუნთი და ლამაზათაც დაიფარება. ასე რომ ეხლა შეგვიძლია მოტოციკლებთან გადავიდეთ ისევ. უბრალოდ დავაფაილებ კარგად. რომ გავქლიბავ, რომ ზედმეტი მეტალი მოვაშორო აქედან. ახლა ამას ისევე უკან დავამაგრებთ და ამაში ჩაუშვებთ ტელეფონის მაუნტს. მაგრამ ისევ მოგვიწევს შეხვევა, რომ დაჭერის დროს არ დავაზიანოთ. არ დაიკაწროს. ისევ ჩვენი რენჩით გადავუჭიროთ. ეს თეყოფა. ძალიან დაჭერაც არ სჭირდება. შეგვიძლია მოვხსნათ. ესეთი ლამაზი ენდკეპი გამოგვივიდა.
აი, შეგვიძლია დანარჩენი კვადლოკის სეტაპიც ავაწყოთ. ესე იგი, პირველი მიდის vibration დამპენერი, რაც ისევ და ისევ ცოტას ზრდის მთლიან სეტაპს, მაგრამ ამის გარეშე ტელეფონის დამჭერის დაყენება არ შეიძლება. როგორც განახეთ, შეიძლება გაანადგუროს თქვენი კამერა ტელეფონზე. ესე არა, მოდი ესე დავაყენებ. მოვუშვათ ეს და დახრას გავაკეთებ დეშის მხარეს აუზიდან გარეთ, რომ აუზმა ხელი არ შეუშალოს ყოველ ტელეფონს ყოველ დაყენება მოხსნაზე. ცოტა წინ წავწევთ. ესე ზოლში გავასწოროთ და შეგვიძლია დაუჭიროთ. შემდეგი მიდის ლივერი. ლივერს დავაყენებ, რომ ისე რომ ზემოთ კონდეს მისაწოლი, რომ ისევ და ისევ აუზმა არ შეგვიშალოს ხელი ტელეფონის მოხსნაში და დაყენებაში. და ამასაც დაუჭერთ. აჰა, შეიძლება დაეჭირა. მოკლედ, აი ესეთი სეტაპი გამოგვივიდა, რომელიც აი ესე ლამაზად აი ჩავა და დამაგრდება. კიდევ ერთი რამ, ეს კვადლოკები მოდის ტელეფონის დამტენითაც, wireless ტელეფონის დამტენითაც, თუმცა ისევ და ისევ აი აქედან კაბელები უნდა ამოვიყვანო, შევაერთო, კიდე ერთი ფენა ემატება საკმაოდ მსხვილი და ზრდის ისევ სიმაღლეში და გადავწყვიტე მაგის გარეშე დამაყენებინა. მაინც ძალიან შორ დისტანციებზე იშვიათად დავდივარ ამ ბაიკით, ასე რომ დატანილი ტელეფონი თავისუფლად მეყოფა, სადაც არ უნდა მივდიოდი. ასე რომ გადავწყვიტე არ დამაყენებინა. მაგრამ შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ, ძალიან კარგი სეტაპია, თუ თქვენ მოტოციკლებზე აპირებთ მაგის დაყენებას, ძალიან მარტივია, ინტეგრირებულია ამ ყველაფერში, უბრალოდ დააყენებთ ტელეფონს და იტანება. ძალიან კაი რამეა. ძვირი კი ღირს საკმაოდ, დაახლოებით 100 ფუნტი ღირს ოფიციალური ვებსაიტიდან მიგებთ. კარგი, ეხლა მოდი ამას გავასწორებ ზოლში, რაც შეიძლება სწორედ იყოს და შეგვიძლია უკვე დაუჭიროთ ყველაფერს. აი ესეთი ლამაზი სეტაპი გამოგვივიდა. კი, ცოტა მაღლა მოწეული vibration დამფენერის გამო, მაგრამ ამის გარეშე არ შეიძლება. რა, მე მომწონს. კაი გამოვიდა. ტელეფონი კი შესაძლებელია და ახლა განახეთ რა მდგომარეობაშია თვითონ კვადლოკის кейსი. განადგურებულია, რასაც ქვია, ამდენი წელია ვხმარობ. ისე ჩვენ მაქვს ისეთი ტელეფონია თუ აი ესეთი гаджеტებია, სანამ ძირი არ გაზძვრება, ვხმარობ ბოლომდე, მაგრამ ეს ტელეფონი შესაძლებელი მაქვს ახლა და кейსიც. ამიტომაც, სანამ შევცვლი, მოვიფიქრე ესეთი რაღაცის გაკეთება. ეს кейსი შეგვიძლია გადავაგდოთ და ამ ახალ პროსეტს, Quadlock პროსეტს მოყვა ესეთი სტიკერი, რომელიც იდეაში შემიძლია ახლა უბრალოდ პირდაპირ ტელეფონს დავაკრა უკან და кейსის გარეშე ეგრევე დავამაგრო ხოლმე მაუნტზე. არ გირჩევთ ამის გაკეთებას, მართალი გითხრათ, არ არის ალბათ ისეთი უსაფრთხო როგორც кейსი, თუმცა ალბათ მიზეზს ვეძებ, რომ ტელეფონი შევცვალო. ხო და ჯამში ესეთი სეტაპი გამოგვივიდა. მე მგონი საკმაოდ კარგად გამოიყურება. რა ვიცი, ყველაფერი ჩანს, ეს ლოგოც ჩანს ლამაზად, ეს ტრიპლ კლემპიც ჩანს, დეშიც ჩანს და რა ვიცი, მე მგონი არ არის ცუდი. ესე მარტივად იხსნება და ყენდება. არა ცუდი. სულ ეს არის მეგობრებო, იმედია მოგეწონათ ვიდეო. არ დაგავიწყდეთ, ხარი დაუჭიროთ, ლაიქით, კომენტარით გამოწერით და თუ მოგწონთ ასეთი გარაჟის სტილის ვიდეოები, აუცილებლად დაწერეთ კომენტარში. მე კი ამით დაგემშვიდობებით. კარგად.